ვაჭარის ახალი თულსი, რომელიც დაგეხმარება შენი ფინანსების ტრეკინგში. მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა გახაროთ ერთი ძალიან კარგი ამბავი და ეს არის ის, რომ ვაჭარის საიტზე დავუმატეთ ახალი თულსი, რომელიც დაგეხმარება იმაში, რომ გააკეთო ტრეკინგი, შენი ფინანსების ტრეკინგი, შემოსავალი, გასავალი და ასევე ინვესტიციები. ასევე ამ თულს ვიყენებთ ჩვენ ვაჭარის VDC საფულისთვის. და ესე ვთქვათ, ტრეკინგს ვუკეთებთ ჩვენ ფინანსებს, სად რა შემოდის, სად რა გადის, სად რამდენი პროცენტი გვაქვს გაშემნე და შემდეგ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ამ ყველაფრის data რო გვაქვს, შეგვიძლია რა თქმა უნდა მივიღოთ უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებები. მე ხშირად მithქვა, რომ უბრალოდ დეციას მომხრი არა ვარ, უბრალოდ ერთხელ დაგეგმვის, რომ აი ფული გადადე და ერთხელ შემუშავებული სტრატეგიის მომხრი არანაირად არ ვარ, იმიტომ რომ ფინანსები და ინვესტიცია არის ესეთი რამ, რასაც ყოველთვის სჭირდება კონტროლი, ყოველთვის სჭირდება ესე ვთქვათ, ფლექსიბელურობა, ყოველთვის უნდა მოერგო ბაზარს, ყოველთვის უნდა მოერგო სენტიმენტალს. მაგალითად, შენ თუ წლის წინა წელს ან 2 წლის წინ დაგეგმე რაღაც, დღესდღეობით მაგალითად ყველაფერი შეიცვალა, ხო? გეოპოლიტიკურად შეიცვალა რაღაცები, ეკონომიკურად შეიცვალა რაღაცები, მონეტარულად შეიცვალა რაღაცები, ანუ ეს რაც შენ დაგეგმე წინა წელს ან 2 წლის წინ ან აკეთებდი, შეიძლება დღესდღეობით აღარ იყოს ესე ვთქვათ რელევანტური და აღარ იყოს სწორი მიდგომა. მაგალითად, თავიღოთ აი VDC საფულეში, ხო, ჩვენ დაგვეკმეთ რაღაცა, მაგრამ გზა შევცვალეთ რაღაცები, მომავალთვეს კიდე რაღაცებს ვცვლით, იმიტომ რომ შეიცვალა გარემო, შეიცვალა ფინანსები, შეიცვალა მონეტარული სისტემა, შეიცვალა ეს, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა მოვერგოთ. ამიტომ ხოლმე ყოველთვის რომ უბრალოდ დეცია, უბრალოდ ფულის ინვესტიცია, უბრალოდ რაღაც გვერდზე გადადო, ანუ ყოველთვის ეგ არ იმუშავებს და ყოველთვის უნდა იყო ფლექსიბელური და უნდა შეგეძლოს შენი ინვესტიციების ტრეკინგი. ამიტომ გავაკეთეთ ყველაფერი მანუალით, რომ ყველაფერი შენ თვითონ შეიყვანო ყოველთვიურად და ყოველთვიურად, ესე ვთქვათ, გადახედო შენ ინვესტიციებს, სად რა გაიზარდა, სად რა დავარდა, სად რა როგორ არის და ესე ვთქვათ, ყოველთვის გააკეთო ბალანსირება. განახებთ ძალიან მაგარ გრაფიკებს, რა გრაფიკებიცა გვაქვს, როგორ რა გამოიყურება, ჩემი აზრით ძალიან მოგეწონება და კიდევ ერთხელ მეგობრებო, თუ რაიმე დამატება მოგინდებათ, რამე არ მოგწონთ, რამე არ მუშაობს კარგად, კიდე ჩვენ ძალიან ბევრ fine tuning-ს ვაკეთებთ და რაღაცებს ვასწორებთ. მაგრამ ანუ დიდ ნაწილად ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და შეგიძლიათ თქვენს გამოიყენოთ და რაც თავარი ეს ყველასთვის არის უფასო და მეგობრებო, ეს იქნებოდა ის, რაც მე მენდომეობდა რომ მქონოდა აქამდე დიდი ხნის წინ, როცა მე დავიწყე ფულთან თანამშრომლობა, ინვესტიციები, ტრეიდინგი. ეს იქნებოდა ჩემთვის ერთ-ერთი თულსი იმისთვის, რომ ჩემი გეგმები გამეხორციელებინა და მეგეგმებინა და ამ ყველაფერს ჩეკინგი გამეკეთებინა. ასე ვთქვათ, ისეთ გრაფიკებში, როგორც მაგალითად გვექნება აქ და მოდი გადავიდეთ ახლა პირდაპირ ეკრანზე, განახებთ როგორ უნდა შეხვიდეთ ამ თულში, რაში გამოიყენება და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მიხარია, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. მიხარია, იმიტომ რომ ეს შევძელით, ანუ ძალიან ბევრი რამეს ვაპირებ კიდე და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს, რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი არის, რომ ამ ყველაფერს მეგობრებო მარტო თქვენთვის არ ვაკეთებ, ჩემთვისაც ვაკეთებ და თქვენთვისაც ვაკეთებ. ამ ყველაფერს მე თვითონაც ვიყენებ, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ რა მენდომებოდა დამწყები რო ვიქნებოდი და რას გამოვიყენებდი მე ეხლაც. და ეს თულსი ანუ ჩემთვის ძალიან ესე ვთქვათ golden egg იქნებოდა აქამდე რომ მქონოდა. მაგრამ ნუ შეგიძლია რაღაც აპლიკაციები ჩამოკაჩო, ის გააკეთო, მაგრამ არ არის ისე fine tune ისეთი თულსები არ არის, როგორც მაგალითად მე მინდოდა და ხშირ შემთხვევაში ფული უნდა გადაგეხადა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გვაქვს უფასოდ, ყველა შეუძლია ეს გამოიყენოს და ძალიან მიხარია. ამიტომ თუ თქვენს მოგეწონებათ, აუცილებლად ესე ვთქვათ, გამაგებინეთ რა არის კარგი, რას გამოასწორებდით და ასე შემდეგ. მოდი გადავიდეთ პირდაპირ ეკრანზე მეგობრებო და თუ თქვენ შეხვალთ ესე ვთქვათ ვაჭარის საიტზე, ვაჭარი.com, ნუ აქ დაინახავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შესახებ კალკულატორი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პოზიციის გამოსანგაიშებლად, ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერთ, ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს ამაზე. მაგრამ კიდე რა თქმა უნდა გავაკეთებ, აქ შეგიძლიათ პირდაპირ კალკულატორზე გადმოხვიდე, ანუ ჩვენი საიტი ნელ-ნელა ვითარდება, რაც ძალიან მომწონს, Discord, Instagram, YouTube. აქ ყველა ახალი YouTube თან თარიღები წერი, ანუ ძალიან ყველაფერი კარგად მიდის და ბუმ დაემატა საინვესტიციო ეპი. გადავიდეთ აქ რო დააჭერთ, რა თქმა უნდა შეხვიდეთ, ასე ვთქვათ, Google-ს უნდა შეხვიდეთ ან დაარეგისტროთ თქვენი ასე ვთქვათ აკაუნტი, პაროლი, იმეილი და შეგიძლიათ შეხვიდეთ და გამოიყენოთ ამ იდეალური თულსი, გამოიყენოთ ეს იდეალური თულსი თქვენი მიზნებისთვის.
ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ შენი შემოსავალი, გასავალი. აქ გავაკეთეთ ისეთი რაღაცა მეგობრებო, რომ შეგიძლია ყოველთვიურად გავუკეთო შენ შემოსავალ გასავალს ტრეკინგი. რომ ყოველთვიურად ნახო რამდენი დახარჯე, რამდენი დაზოგე, ასე შემდეგ და მაგალითად თუ ხედავ რომ შენი შემოსავლის 30% მაგალითად მიდის შოპინგებში და ასე შემდეგ ან ვალში, ну, გეცოდინება რომ ყოველთვე, ესე ვთქვათ, უნდა დაუკლო, მოუკლო ამ ესე ვთქვათ, ხარჯებს, მაგალითად რომ ჩვენ თუ რაღაც კრედიტი გაქვს, ანუ და ხედავ რომ შენი შემოსავლის 30% გადის თვეში, შეგიძლია მაგალითად დაგეგმა დაისახო რომ მე მინდა მაგალითად რაც შეიძლება მალე ქართულად შეგვიძლია დავწეროთ გადახდა სესხის მაგალითად ის იყო შენი პირველი მიზანი 2026-ის ბოლომდე და მაგალითად ამას რო გადაიხდე მე როგორ ყოველთვიურად 30% აღარ იქნება შენი სესხი, იქნება მაგალითად 15%, 20% და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის თვირად ტრეკინგი შეგიძლია, ან შეგიძლია უბრალოდ ერთხელ დააყენო ყველაფერი და შემდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ დატოვა. ეხლა ნახეთ რა ხდება, აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ შემოსავალი, თუ რამდენი შემოსავალი გაქვთ, მაგალითად ხელფასი. ავიღოთ, აქ შეგვიძლია ავირჩიოთ სხვათა შორის მეგობრებო, ან ლარი, ან ევრო, ან USD, ესეც გავაკეთეთ. არ დაგვიწყდა. ჩვენ ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ქართულებზე გათვლილი, ამიტომ ლარი აუცილებელი იყო ჩვენთვის დავუმატეთ. მაგრამ ვიცით რომ ბევრი ემიგრანტები გვიყურებს, ამიტომ ევრო და დოლარიც დამატებული არის. ავიღოთ მაგალითად აქ რომ ლარებში გვაქვს ჩვენ შემოსავალი ლარებში. Find to Bitcoin. Okay. ამის კიდევ ჩასწორება მოგვიწევს, იმიტომ რომ წესით წეგან გადავამოწმე და ჩვეულებრივად მუშავდა, მაგრამ ამას ისევ გადავაკეთებთ. ისევ fine tuning-ს გავაკეთებთ. მოკლედ, ნახეთ ახლა რა ხდება. აირჩიე კატეგორია, მაგალითად გვაქვს ხელფასი და გვაქვს მაგალითად შემოსავალი $1500 ხელფასიდან. ნახოთ, $1500, აბა ეხლა ხო არ გადავა. არც ახლა გადადის. წესით ჩვეულებრივად გადადიდა, მაგრამ ამას გადავაკეთებთ, ისევ შევამოწმეთ. ვთქვათ რომ გაქვს $1500 შემოსავალი და კიდევ ვთქვათ რომ სახს აქირავებ და გაქვს კიდევ აქედან $300-იანი შემოსავალი. ეს შენი შემოსავალი და ვნახოთ მაგალითად თებერვალში გავერთეთ რამდენ დოლარად? $75, ну ვთქვათ რომ ახალი გეიმი ვიყიდეთ PlayStation-ზე. შემდეგ მაგალითად ვიშოპინგეთ, იმიტომ რომ ძალიან ემოციურები ვარ და რაღაცები მოგვეწონა, $100 ვთქვათ აქ. დავიყიდეთ ჩვენი თავი ვასიამოვნეთ. აქ შეგიძლია შენი კატეგორია დაამატო მაგალითად I don't care მაგალითად ფერი მივცეთ, დავამატოთ და აქ აირჩიე კატეგორია I don't care და დავწეროთ $85. აქ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ მეგობრებო დანაზოგი. ავიღოთ ეს ფერი, დავამატოთ დანაზოგი და კიდე დავამატოთ ერთი რაღაცა, ეს არის ინვესტიციები. ან ბიტკოინი ეთერეუმი თქვენთან შეგიძლია დავამატოთ. ავიღოთ რომ დანაზოგი გვაქვს 200, ვთქვათ რომ $500 გადავდეთ გვერდზე, not that bad და ახლა ვნახოთ ინვესტიციები. ინვესტიციებშიც ვთქვათ რომ $750 ინვესტიცია გავაკეთეთ და ახლა ნახეთ რა ხდება. რო ჩამოვალთ, here is the magic. ხედავთ რომ შოპინგი მაქსიმუმ 7%, don't care-ში 5.6%, დანაზოგში 32%, ანუ ჩვენი შემოსავლის 32%, ანუ 33%. თითქმის მიდის დანაზოგში, რაც იდეალურია. შენ აქ მაგალითად შეგიძლია შენი მიზნები დასახო, რომ აი მე მინდა ყოველთვიურად მინიმუმ 20% ჩემი შემოსავლის დავზოგო, ან 30% და ასე შემდეგ და ვხედავთ რომ ჩვენ შემოსავლის 50% მაგალითად მიდის ინვესტიციებში. ხედავთ რომ აქ სულ ხარჯი გვაქვს $1520 და დანარჩენი არის ესე ვთქვათ, ხედავთ რომ აქ გვაქვს სულ შემოსავალი 1800 და წმინდა დანაზოგი, ანუ სუნთლად 1800 გვაქვს შემოსავალი, ხედავთ აქ რომ $1520 დავხარჯეთ და ხედავთ რომ თებერვალში მაგალითად $280-იანი დანაზოგი დაგვრჩა. ანუ ის ფული რაც დაგვრჩა და შეგვიძლია შემდეგ ამ ყველაფერს ადგილი მიუჩინოთ, ну სადმე დავაინვესტიროთ ან ასე შემდეგ. ну შეგიძლია რა თქმა უნდა ყოველთვე გააკეთო ეს აპდეიტი, ან უბრალოდ შეგიძლია თუ იცი რომ ერთი და იგივე ხარჯები გაქვს და შემოსავალი ყოველთვე შეგიძლია უბრალოდ დატოვო
და უბრალოდ ამას უყურო ხოლმე და აქ შეგიძლია მაგალითად მიზანი და დასახო რომ აი მაგალითად ჩემი ინვესტიციები მინდა გავზარდო 70%-ზე ან 30%-ზე სიტყვაზე ვამბობ. ანუ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ მიზანი შეგიძლიათ დასხოთ და შეგიძლიათ მიზანი დასხოთ რომ მინდა ჩემი შემოსავალი გავზარდო $2000-მდე და ასე შემდეგ. ანუ იდეალური არის აქ ხარჯები, გასავალი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ესე ვთქვათ კარგი რამ არის ეს, აქ შეგიძლია მაგალითად ყოველთვიურად გააკეთებ, შეგიძლია თქვა რატო გქონდა ბევრი დანახარჯი, რატო გქონდა ნაკლები დანახარჯი, რა გააკეთე იმისთვის რომ ბევრი ფული დაზოგე და ასე შემდეგ და შეგიძლია მე ყოველთვე გადამოწვო, სად ვითარდები, სად ჩამორჩები და ასე შემდეგ. და შემდეგ გვაქვს მეგობრებო ჩვენი ინვესტიციები. ნუ რაც შეეხება ინვესტიციებს ახლა მეგობრებო, შეგვიძლია აქ მაგალითად დავამატოთ ჩვენი მიზანი. მაგალითად რა არის მიზანი? სახლის ქართულად დავწეროთ, სახლის ყიდვა. შეგიძლია მაგალითად მიზნად აერჩიო კრიპტოში მინდა 100,000 და აერჩიო კატეგორია, იმიტომ რომ შენ კრიპტო კატეგორიას დავამატებ. მაგრამ მე მინდა მთლიანი პორტფოლიო ავირჩიო და მაგალითად მთლიან პორტფოლიოში მინდა მქონდეს ჩემი მიზანი $50,000. რომ $50,000 გავაკეთო ინვესტიციებით, აქ ხედავთ რომ აქ არის ჩვენი მიზანი $50,000 და ხედავთ რომ მიზანი ჯერ ჩვენი მიზანი 0%-ით არის შევსებული, ხო? მაგრამ მოდი დავამატოთ ახლა ჩვენ რაღაც ინვესტიციები. აქ არის ვამატებთ ახლა ინვესტიციას. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად კატეგორია, მაგალითად ავირჩიოთ კრიპტო აქ არის, მაგრამ შენ თვითონაც შეგიძლია სხვა რამე დავამატო. ახლა კრიპტო რო ავირჩიო, ხედავთ რომ შემიძლია ახალი კატეგორია დავამატო. კრიპტო მაგალითად ავირჩიოთ, ან შეგიძლია მარტო ბიტკოინი აიღო, შეგიძლია მარტო ეთერიუმი აიღო, ან ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად ავიღოთ ბიტკოინი და ეთერიუმი ერთად, და ვნახოთ ინვესტიციად, ახლა რამდენი ინვესტიცია გავაკეთეთ, მაგალითად გავაკეთეთ $500 ინვესტიცია ამ თვეს. ოკეი, მოდი ვთქვათ, რომ იანვარში დავიწყეთ ამის დამატება, იმიტომ რომ ლამაზი გრაფიკა ვნახოთ. ან მოდი საერთოდ დეკემბერში დავიწყოთ, ვთქვათ, რომ 1 დეკემბერს ვიყიდე ეს $500 ბიტკოინი და ეთერიუმი. Agreed with different what's that? But so okay, დაიმატა. აქ ახლა ვხედავთ რომ კრიპტოში გვაქვს დამატებული. აქ ახლა შეგვიძლია ღირებულება გავანახოთ, მაგალითად ვთქვათ რომ ახლა არის უკვე მეორე თვე. ან მოდი ჯერ კიდე დავამატოთ უბრალოდ, ვთქვათ რომ რამოდენიმე ინვესტიციები დავამატოთ და შემდეგ განახებთ თუ ჩემთან როგორ გამოიყურება ეს, ესე ვთქვათ, ვაჭარის პედიცია საფულეზე, ვთქვათ რომ აქ აქვს კიდე კრიპტო ავიღოთ ისევ. ეთერიუმი ავიღოთ ერთად, აქაც $750 ავიღოთ, ვთქვათ რომ ეს 1 იანვარში გავაკეთეთ ეს ინვესტიცია, შემდეგ ისე იგივე გავაკეთოთ. ვთქვათ რომ აქ 750 ან 990 ავიღოთ და ვთქვათ რომ ეს ინვესტიცია გავაკეთეთ 1 თებერვალს და ინვესტიცია დავამატოთ. ახლა ნახეთ რა ხდება, ეს მარტო კრიპტოზე არ არის, რა თქმა უნდა. აი აქ მაგალითად ახლა შეგვიძლია სხვა რამე დავამატოთ, მაგალითად მეტალები დავამატოთ, აქ ავიღოთ მაგალითად ვერცხლი. აქ ავიღოთ $990 მაგალითად, ვთქვათ რომ ესეც გავაკეთეთ იანვარში ამის ინვესტიცია და მოდი კიდე ერთი დავამატოთ, აქაც ვერცხლი. ან ოქრო იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ შემდეგ თქვენ თვითონ აირჩიოთ რა და როგორ, ან ყველაფერს fine tuning-ი შეგიძლიათ, როგორც კი თქვენ გინდათ და აქ ხედავთ რომ ნახეთ კრიპტო და მეტალები. ახლა მაგალითად ვთქვათ რომ ჩვენ გავაკეთეთ $1840-იანი ინვესტიცია, შეგვიძლია ახლა მაგალითად ვთქვათ რომ ოკეი ჩვენ პორტფოლიოში შეიცვალა და $1840 და კრიპტო გაუპასურდა და ახლა ჩვენ გვაქვს $1550. ხედავთ რომ 16%-იანი გაუფასურება გვაქვს და აქ მეტალზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს მაგალითად გაიზარდა, ვერცხლმა კარგი ზრდა გვანახა და $1990. ანუ ხედავთ რომ ეს აქაც შეგიძლია რა თქმა უნდა
თვიურებად გააკეთოთ, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ყველაზე მაგარი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანვარში გქონდა ამდენი ინვესტიცია და ესე ვთქვათ, ვერცხლში ან ოქროში მაგალითად გქონდა ამდენი. და ესე ვთქვათ, შეგიძლია შემდეგ თვიდან თვემდე, როცა აქ ბევრი ინფორმაცია გექნება, გრაფიკი ნახო, რომელსაც ესე ვთქვათ, განახებ ჩვენი ვედეცია საფულის პორტფოლიოზე. შემდეგ როცა გადმოხვალ აქაც ხედავთ, რომ პორტფოლიოს ღირებულება გვაქვს ჯამში $3540, სულ ინვესტიცია გვაქვს $3380 ინვესტიცია, მოგება გვაქვს $160, return on invest, ანუ ჩვენი ინვესტიციაზე პროცენტულად მოგება გვაქვს 4.7% და month to month 92%-იანი მოგება, რაც ეს არ არის ლოგიკური. ალბათ უცბად რომ გავზარდეთ, მაგიტომ არა მოიცადეთ. არა, ეგ სწორედ გამოდის. იმიტომ რომ პირველთვის $1840-იანი ინვესტიცია გქონდა და თებერვალში ესე ვთქვათ, დავამატეთ ინვესტიციები და ინვესტიციები გამოგვივიდა 92%-იანი ინვესტიცია. ანუ რათანხაც აქ გქონდა, იმენი თანხის ინვესტიცია გავაკეთეთ, კიდე დამატებით. აქ კარგი არის, რომ აქ ხედავ თვიდან თვემდე ზრდა რამდენი გაქვს ინვესტიციებით, ანუ აქ თუ გქონდა $100 და მეორეთვის კიდე $500 დავამატე, გამოდის რომ 500%-იან თვიდან თვემდე შენი პორტფოლიო 500%-ით გაიზარდა, იმიტომ რომ $100 გქონდა, 500 დავამატე კიდევ და ეს თქვა 5-ჯერ გაიზარდა. Return on invest არის, ნუ არა აქვს მნიშვნელობა რამდენს დაამატებ, შენს ინვესტიციაზე მოგება რამდენი გაქვს და ეს არის ხოლმე ყოველთვის მთავარი. აქ ხედავთ, რომ შეივსო 7%-ამდე ჩვენი სახლის ყიდვა, სახლისთვის, ესე ვთქვათ, ჩვენი მიზანი და აქ ხედავთ თუ რამდენი პროცენტი გვაქვს კრიპტოში, რამდენი პროცენტი გვაქვს მეტალებში და ასე შემდეგ. როცა შენ შეცვლი, რა თქმა უნდა, აქ ღირებულებებს, აქაც შეგიძლია სხვათა შორის შეცვალო, ანუ შენ თუ რამე გამოგრჩა ან რამე არ წავიდა ისე როგორც ესე ვთქვათ, სისტემაში არ წავიდა ან რაღაც გამოგრჩა და ხედავ, რომ მთლიანი ღირებულება შენი საფულესი სხვანაირად არის, ანუ შეგიძლია აქაც თავიდან შეასწორო შენი ინვესტიცია, შენი დღევანდელი ღირებულება და ანუ ჩვეულებრივად აქაც შეასწორებს და აქ დაინახავ, სად რამდენი მოგება გაქვს. ხედავთ, რომ კრიპტოში სულ მთლიანობაში გვაქვს $700-იანი მატება და აქ კიდე მეტალებში $1000-იანი მატება. რაც რა თქმა უნდა არის ეს ინფორმაცია ყველანაირად არის ძალიან კარგი. აქ ხედავთ რამდენი კრიპტოში გვაქვს, რამდენი მეტალებში და შეგიძლია ესე ვთქვათ, გქონდეს აქ მიზანი, ყოველთვის შეგიძლია ესე ვთქვათ, აქ ჩაწერო მაგალითად, რომ მიზანი არის, რომ გქონდეს მაქსიმუმ 20% კრიპტოში, 30% ამაში, 20% იმაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კაპიტალთან დაკავშირებით უნდა იყოს ეს ყველაფერი. პატარა კაპიტალი რო გაქვს, რა თქმა უნდა, დიდი დივერსიფიკაციას არ გააკეთებ, ხო? ეხლა მაგალითად რომ გადავიდეთ, მეგობრებო, აი ვედეცია საფულიზე, ხო? ეხლა ვედეცია რომ ავიღოთ, ასე მაგალითად, უბრალოდ გქონდა ჩახაზული, ჩაწერილი ეს რაღაცები. ეხლა მაგალითად რომ გადავიდეთ, აი ჩვენ პორტფოლიოზე, ხო, ხედავთ, რომ cash-ში გვაქვს 1%-იანი ზრდა მაგალითად, კრიპტოში ხან მთლიანობაში გვაქვს, სულ მთლიანობაში 17%-იანი ვარ და მეტალებში გვაქვს 99%-იანი ზრდა. ხედავთ, აქ თვიდან თვემდე თუ როგორ იზრდება ჩვენი ინვესტიციები, აქ 52% გაიზარდა, ანუ ის თავიდან უყურებდა, მიხვდება თუ რატომაც და შემდეგ ესე ვთქვათ, ყოველი დანამატი არის ესე ვთქვათ, რამოდენიმე პროცენტს. ეს 105 არის, იმიტომ რომ დავამატეთ ესე ვთქვათ, დამატებით cash-ი, ვერცხლიდან გადმოვიტანეთ, დავაფიქსერეთ მოგება და გადმოვიტანეთ ესე ვთქვათ, კრიპტოში. მაგრამ თავარი არის აქ მეგობრებო, რომ ვნახოთ თუ როგორ იზრდება ჩვენი კაპიტალი თვიდან თვემდე და აი აქ ხედავთ მაგალითად, არა მოცადეთ, იქ რომ ვნახოთ. აქ თებერვალში ეს ზრდა იქნებოდა იმაზე return on invest სავარაუდოდ cash-ზე, იმიტომ რომ cash-ზე დავამატეთ ფული, ვინც წინა ვიდეოებს უყურა. აქ შეგვიძლია ვნახოთ, აქ შესწორება მოგვიწევს, კიდე აქ total ინვესტიცია და აქ total ინვესტიცია განსხვავდება. ეს არის სწორი, მაგრამ იმას დავაკავშირებთ ისევ იმას და ამასაც გამოვასწორებთ. ანუ აქ ხედავთ, რომ ჩვენი პორტფოლიო დღესდღეობით არის €12,160 ღირებულების
ტოტალური ინვესტიცია გავაკეთეთ 950 евро, აქაც ვიზავთ ისე რომ ევროები და დოლარები და ლარები შეიცვალოს, შესაძლებელი იყოს ეს. და ესე ვთქვათ, ვხედავთ აქ თუ რამდენი გვაქვს კრიპტოში, რამდენი გვაქვს ქეშად და რამდენი გვაქვს მეტალებში, სად რა გაიზარდა, სად რა დავარდა და ასე შემდეგ. აქ მაგალითად ვხედავთ რომ თვითონ ესე ვთქვათ დავარდა ჩვენი ინვესტიცია 5%-ით, change from previous month, ანუ $700 დანაკარგი გვაქვს, რაც გამოდის 5%. მაგრამ ანუ ტოტალურად მაინც return on invest მოგებაში ვართ 28%-ით. აქ ვნახოთ რა ხდება. ოკეი, 28%-ით მოგებაში ვართ მაინც და ესე ვთქვათ, შეგვიძლია ვნახოთ თუ სად იყო აი მაგალითად აქ თვითონ თემდე, შეგვიძლია ვნახოთ თუ რატო დავკარგეთ თანხა, სად იყო პრობლემა და ვხედავთ რომ მინუსში გავიდა ბიტკოინით, კრიპტო ძალიან დიდი მინუსში. და შეგვიძლია მე რა თქმა უნდა გადავამოწმოთ ეს ყველაფერი და დავასვოთ აქაც მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ რომ კრიპტოში და ესე ვთქვათ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერში ქონდა რაღაცა ზრდა, change from previous month $190. ანუ ამ ყველაფრის checking-ი შეგვიძლია მეგობრებო, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი, დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში, აქ არის ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა $100,000 ვართ უკვე 12%-ზე, სანამ 100%-ზე მივართ, რა თქმა უნდა, გზადაც ძალიან ბევრ რამეს შეცვლით თვითონ. საიტზეც ძალიან ბევრ რამეს fine-tuning-ს გავაკეთებთ, განაც მივიღებ feedback-ებს, მაგაებსაც დავამატებ, წავშლი რაც არ არის საჭირო და რაც ედებია და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ეს გრაფიკაც ძალიან მომწონს, ხედავ აქ როგორ გაიზრდები, სად რა ჩავარდნები გაქვს და ასე შემდეგ. ну მოკლედ მეგობრებო ძალიან მიხარია ის რაც გავაკეთეთ ძალიან კარგი ესე ვთქვათ future-ში არის ყველასთვის ვისაც უნდა თავის ფინანსები ესე ვთქვათ სერიოზულად მიიღოს და სერიოზული მიზნები და გეგმები დასახოს რა თქმა უნდა ეს мотиваციაც არის თვითონ იმიტომ რომ წარმოედგინე ყოველთვე რაც ხარული დაждები კომპიუტერთან რომ ესე ვთქვათ შეიყვანო მონაცემები სად რა დახარჯი სად რა მოხდა და როცა დაინახავ ესეთ გრაფიკებს, რა ამდენით მოგებაში ხარ, ამდენით წაგებაში ხარ, თვითონ თემდე ამდენი დაკარგი, ამდენი გააკეთე, ესე გაიზარდე, ესე ქენი და ეს ყველაფერი კიდე ემსახურება მეგობრებო იმას, რომ როგორც ვამბობ, ანუ როცა რაღაცა მოხდება, როცა პორტფოლიოში დიდი ზრდა, დიდი ვარნა გვექნება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, fine tuning-ი შეგვიძლია გავაკეთოთ, ვთქვათ, რომ აი, იცი რა, ეხლა მაგალითად, რომ მეტალებმა რომ გააკეთონ კიდე ძალიან დიდი ზრდა და გახდეს ჩვენი პორტფოლიოს, აი აქ ხედავთ მაგალითად, ეხლა მეტალები არის 57%, მეტალები რომ გახდეს მაგალითად 70-80%, რა თქმა უნდა, დი-რისკს გავაკეთებთ, მეტალებს გავყიდით და იმ თანხას გადავანაწილებთ კიდე კრიპტოზე, გადავანაწილებთ კიდე ქეშზე, რათა ესე ვთქვათ, ჩვენ პროცენტულობაში განსხვავებას ბალანსი იყოს ესე ვთქვათ და ძალიან დიდი თანხა არ იყოს მაგალითად ან მარტო კრიპტოში, ან მარტო მეტალებში, ან მარტო ქეშში იმისთვის რომ როცა ერთი გარკვეული ასეთი ძალიან დავარდება, ესე ვთქვათ, რაც შეიძლება ნაკლები და ნაკარგი მივიღოთ, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად 80% კრიპტოში რო ყოფილიყო და კრიპტომ ამხილა ვარდნა გააკეთა, ну რა თქმა უნდა, ჩვენი პორტფოლიო ძალიან დავარდებოდა, ხო და ამიტომ ამბობ რომ აქაც მაგალითად ეხლა როცა ყველა პანიკაში არის და ყველამ დიდი დანაკარგები განიცა და ჩვენ თვითონ მხოლოდ 5% დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ ტოტალური ინვესტიციაზე მაინც მოგებაში ვართ, იმიტომ რომ იდეალური დივერსიფიკაცია გვაქვს, ხო თან კეში გვაქვს გვერდზე გადადებული, რომ რამე შეგვიძლია ამ კეშის ინვესტიციაც გავაკეთოთ, ხო? ამიტომ მეგობრებო, გირჩევდით რომ გამოიყენოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ თვითონ გამოგადგებათ, ვედეციას მხოლოდ ამას ვიყენებ, იმიტომ რომ აქამდე Excel-ში ვაკეთებდით, მაგრამ დამიჯერებდა დამეთანხმებით, რომ ამის გაკეთება უფრო კარგი არის, უფრო სასიამოვნო არის, უფრო ადვილად შეგიძლია შენი პორტფოლიოს და ფინანსების checking-ი, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივად უბრალოდ Excel-ზე. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და დამიწერე კომენტარებში, გამოიყენებ თუ არა ამას, იყენებ თუ არა ამას და გამაგებინე რა არის კარგი, რა შეცვლიდი, რა მოგწონს, რა არ მოგწონს და ასე შემდეგ, რათა ესე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ და აპდეიტი გავუკეთოთ ჩვენ ამ tools-ს.